კი შევახსენებ, რომ იმედის დიდი წამყვანების ჩაცმულობაზე ზრუნავს მაღაზია 1-2-3. ჩვენ კი ახლა გავიგოთ ქართული კულტურის სიახლე. საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გამომცემლობა საუნჯემ 14 ახალი საბავშვო წიგნის პრეზენტაცია წარმოადგინა, რომელიც 2013 წლიდან ბავშვებს ახალ საგამომცემლო პროექტს ბიბას წიგნებს თავაზობს. გამოცემები ნებისმიერი ასაკის მკითხველსა და სხვადასხვა თაობის თანამედროვე ქართულ ავტორთა წიგნებს აერთიანებს. თითოეულ წიგნზე მკითხველის ასაკი და პროექტის ლოგოა მითითებული. წარმოდგენილია პროზა, მცირე ზომის მოთხრობები, ზღაპრები, ლექსები, გამოცანები, ეთნოლოგიური ტიპის ტექსტები, ფენტეზი, სათავგადასავლო თუ შემეცნებითი ლიტერატურა. გამომცემლობა საუნჯე ბიბას პროექტით საბავშვო წიგნების გამოცემას მომავალშიც აპირებს. ბიბა ეს შექმნელი სიტყვა ბიბლიოთეკა ბავშვებისათვის ნიშნავს და აი ბიბას წიგნებს ვცემთ ერთ პროექტში. ეს არის თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებები, ჟანრობრივად ძალზედ მრავალფეროვანი, რა თქმა უნდა გაფორმებული ქართველი ილუსტრატორების მიერ. ამ პროექტში მონაწილეობენ არაჩვეულებრივი მხატვრები, მწერლები, პოეტები, ყავს პატარა მხატვრებიც და ყველანი ერთად ჩუქნით პატარებს ამ ლამაზ საინტერესო წიგნებს. ბავშვებს ძალიან აკლიათ საბავშვო ლიტერატურა. არაჩვეულებრივი მწერლები ყავს, მაგრამ სამწუხაროდ მათი გამოცემა ხანდახან არის ხოლმე პრობლემა. და სწორედ აი ეს ყველაფერი მისცემთ მათ საშუალებას, რომ წიგნად გამოვიდნენ. ისე რომ ჩვენ პირობას ვდებთ, რომ ამას ტრადიციულად შევინარჩუნებთ და ყოველთვის გვექნება წელიწადში ერთხელ მაინც მსგავსი ღონისძიებები ბავშვებთან და მათ მშობლებთან, რომ ახალი წიგნები გავაცნოთ.